მე ვფიქრობ, რომ პრინციპში არაფერი განსაკუთრებით მოულოდნელი ჩვენთვის არ ყოფილა ელთოს საპარლამენტო ასამბლეის ხომაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, როგორი მძიმე დასკვნა დადო მოსკოვის მექანიზმის პარკლებში ჩატარებულმა შესაბამის შემსწავლელმა მისიამ და ცხადია, რომ ეს მისია რამდენიც არ უნდა ასე ვთქვათ, ილაპარაკოს მის არაკომპეტენტურობაზე თუ ჩალისფასზე საქართველოს დღევანდელმა მმართველმა გუნდმა, ამ მისიის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო ინფორმაცია, ხო, შესაბამისად ყველასთვის, ვინც ამ ელთოს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ინფრასტრუქტურაში საქმიანობს, იქნება ეს პოლიტიკური მიმართულება თუ სხვა. და შესაბამისად ცხადია, რომ ძალიან მაღალი მხარდაჭერა იყო იმ რეზოლუციის ტექსტის მიმართ, რომელმაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გაიმეორა ძალიან დიდწილად ის შეფასებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მანამდე ელთოს ფარგლებში გაკეთებული სხვადასხვა პროცესებიდან და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სრული კრახი განიცადა ივანიშვილის მიერ წარგზავნილმა დელეგაციამ, რომელსაც ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაც ძალიან დიდი ტყუილების კორიანტელი აფრიალეს რამდენიმე დღე, როგორ ჩავარდებოდა ეს რეზოლუცია და აბსოლუტურად ყუდამოძუებული მოუწიათ იქიდან უკან გამობრუნება, რაც უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის, ვფიქრობ, რა არის დღეს საერთაშორისო დამოკიდებულება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. კი ბატონო, თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც არჩევნების იდეის გადარჩენის და ზოგადად საარჩევნო გზის მომხრეა, ეს დასკვნა, ეს რეზოლუცია რა ტიპის, ეს ვთქვათ, ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებთ, იმიტომ რომ რეალურად არის საარჩევნო პროცესის სიმძიმე აღწერილი და მათ შორის არის მოწოდება, თუ სამომავლოდ არ ჩატარდება ასეთი და ასეთი არჩევნები მისი აღიარებისგან თავშეკავების. მე ვფიქრობ, რომ ეს არაფერი რაღაც განსაკუთრებულად სცენაში ჩვენს პოზიციაში არ არის, პირიქით ეს აძლიერებს, მე ვიტყვი ჩვენს პოზიციას, იმიტომ რომ აქ საუბარი რაზე არის, ხო? ანუ ჩვენი პოზიცია რა არის, რომ ჩვენ არ შეიძლება მოვატყუოთ ხალხი, რომ არსებობს რაიმე სხვა გზა ივანიშვილის დამარცხების გარდა არჩევნების პროცესისა და ეს სხვა შორის ის აზრია, რომელსაც დღეს იმეორებენ, მათ შორის ის ხალხი, რომელიც სულ რაღაცა წელიწადნახევრის წინ ჩვენ წელიწადნახევრის არა, ნაკლები დროის წინ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ რაღაცა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებულს გვესროდა არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს იგივე ხალხი საუბრობს, იქნებიან ეს აქტივისტები თუ სხვები იმაზე, რომ დიახ, არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვამბობთ, რომ არჩევნების გარდა სხვა რაიმე ხერხი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების უბრალოდ არ არსებობს და თუ ვინმეს აქვს უთხრას და ჩვენ უკვე ვნახეთ და ახლა აღარ დავიწყებ საუბარს იმაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ გასულ წელს 4 ოქტომბერს, არ მაქვს სურვილი სიმართლე რომ გითხრათ ამაზე საუბრის, მაგრამ ვინმეს რამე სხვა გეგმას თუ აქვს გააცნოს საზოგადოებას, რაც შეეხება იმას, რომ არჩევნების პროცესი თვითონ გაუმჯობესდეს, ეს ჩვენი პოზიცია არის ძალიან დიდი ხანია, მათ შორის ჩვენ არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არჩევნების ჩატარება გამჭვირვალედ და დემოკრატიული სტანდარტებით უნდა გახდეს სტრატეგიული საკითხი დასავლეთისთვის. ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარეშე არაფერი არ იქნება მის ურთიერთობებში დასავლეთთან და ეს არის ჩვენი პოზიცია იყო და რჩება. ამიტომ ეს რეზოლუცია, რომელიც ერთის მხრივ ამბობს, რომ დიახ, არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩევნების მას შორის აყვანა ხდება სწორედ აი სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, რაღაც დონეზე, რაც არის ჩვენი დიდი ხნის პოზიცია, ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენს პოზიციას სწორედ აძლიერებს და შესაბამისად ცხადია მივესალმებით ამ რა ტიპის, ეს ვთქვათ,
დაწოლა უნდა მოხდეს, რომ ოცნებამ შესაბამისი რეფორმები გაატაროს, ვინაიდან დღეს ამ რეზოლუციაზე დაყრდნობით შეიძლება ეს საბოლოოდ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო სპიკერებისგან და დედაქალაქის მერისგან, რომელსაც პარტიული თანამდებობა უჭირავს მმართველ პარტიაში, ფაქტობრივად ეუთოს მოწვევაზე როგორ უნდა მოვიწვიოთ ამის შემდეგ ეს ორგანიზაცია არჩევნებზე ამ ტიპის განცხადებები ისმოდა. რა მნიშვნელობა აქვს ეს ხალხი რას ლაპარაკობს დიანა თქვენ თვითონ ხედავთ აბსოლუტურად წყობიდან გამოსული არის მთელი ეს განსაკუთრებით რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკას რაღაცა მოშლილი სათამაშოს შთაბეჭდილებას ტოვებს დღევანდელი ხელისუფლება რომელიც ერთი დღე სადღაც გარბის იქ ეხვეწება ხალხს რომ არ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, მერე მეორე დღეს იმათ ლანძღავს, ერთ დღეს ეხვეწება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ გადატვირთონ პოლიტიკა, მეორე დღეს რაღაცა ამბობს, რომ ჩინეთს ააშენებინებს ანაკლიას, მესამე დღეს ამბობს, რომ ჩინეთს აღარ ააშენებინებს და ეხლა რაღაცა ახალი, ასე ვთქვათ, ბლეფი მოიგონა, რომ ესე იგი თვითონ ააშენებს, ოღონდ რა ფულით გაურკვეველია. ხედავთ, რომ არანაირი პოზიტიური დინამიკა ამ ხელისუფლებას არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან თავგამოდებით ცდილობენ, რომ რაღაცაში, ასე ვთქვათ, ზრაუქნან და არაფერი არ ხდება, ანუ არაფერში მეგულისხმობ, რაც ივანიშვილს აწუხებს პირველ რიგში, ეს არის მის მიმართ სანქციების გაუქმება, ცარიელი არაფრის მომდანი, არც ქვეყნისთვის, რაც არის პირველ რიგში ჩვენი პრობლემა და ასე ვთქვათ, ჩვენი გამოწვევა ეგრეთ წოდებული მრავალვექტორული პოლიტიკა კი არა უვექტორო საერთოდ და კომპას მოშლილი პოლიტიკა არის დღეს ვიზინა ივანიშვილის, იმიტომ რომ ის არის მომწყდაული კუთხეში და არ იცის ამ კუთხიდან როგორ გამოვიდეს და ჩემი აზრით ძალიან ბევრ სისულელეზე აკეთებს, რომელიც ამ კუთხეში მას უფრო ღრმად შეყავს, ასე ვთქვათ, აი ამ ჩიხში, რომელშიც ის დღეს არის შესული. ამიტომ მსგავსი რაღაცა რეაქციები, მსგავსი განცხადებები, ჩემი აზრით, მხოლოდ გააღრმავებს იმ ჩიხს, რომელშიც დღეს ივანიშვილი არის შესული. მე მგონია, რომ მას უბრალოდ უკიდურესად არაკომპეტენტური ხალხი შეერჩა, ანუ აღარავინ აღარ დარჩა, ვისაც ან შეუძლია მას უთხრას სიმართლე, ან არ ვიცი, აზრი ეკითხება, რომ ანალიზი გააკეთოს რა ხდება და ჩვენ ხედავთ, რომ ივანიშვილი ყოველდღე შედის უფრო და უფრო ღრმა ჩიხში და საქართველოს სამწუხაროდ ამის შედეგად უფრო ღრმა იზოლაციაში ექცევა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი მივაცხადია იქამდე, რომ ამ რეჟიმს მოუწევს ხელისუფლების დათმობა და დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, ამიტომ ყველა საერთაშორისო ბერგეთის გამოყენება, რომ უზრუნველყოთ უკეთესი არჩევნები, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ეუთოს ეს რეზოლუცია ამ თვალსაზრისით ძალიან ღირებული ცხადია. კი ბატონო, სალომე, ასეთი კითხვა მაქვს, მესმის პოზიცია და მიდგომა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. თუმცა თქვენ ამ გზას მიდგომას პოზიციაზე ექნება თუ არა გავლენა პროცესს, რომელიც ძალიან ჩქარა და სწრაფი დასასრულისკენ მიდის, ანუ ამას სწრაფ მართლმსაჯულებას ვერ დავარქმევთ, რაც თავისთავად ცუდი არ არის. ეს არის მართული მართლმსაჯულება, იმიტომ რომ ხან იყო, თქვა, სხვა დინამიკაში ეს პროცესები, ახლა განსაკუთრებით დაჩქარდა და ადვოკატებსაც, ფიგურანტებსაც ამ საქმის აქვთ მოლოდინი, რომ თვის ბოლოს თუ არა აგვისტოს დასაწყისში მაინც ეს ლიდერების პატიმრობით გაფორმდება. ну, ახლა მე გამიჯერდება, რომ რაღაც პროგნოზი გავაკეთო, რა ასე ვთქვათ, დავალებას მისცემს ივანიშვილი სასამართლოს, მე არ ვიცი მის რას ფიქრობს, შეიძლება ფიქრობს, რომ ეხლა რაღაც სასამართლოების პარალელურად შეიძლება რაღაცა გამოივაჭროს და მას უთხრეს გასაგებად, რომ არ არის ეს რაღაც აღებმიცემობის, ასე ვთქვათ, პროცესში არავინ არ აპირებს მასთან შესვლას, შეიძლება ფიქრობს, რომ თუ დააპატიმრებს კიდე დამატებით ადამიანებს, ამითი რაღაცა კიდე, ასე ვთქვათ, მეტი ტყვე ეყოლება, რომელიც შეუძლია რომ ივაჭროს, ვერ გეტყვით რას გადაწყვეტს ის, მაგრამ ჩვენ პირველად ხო არ ხდება, რომ ჩვენი ლიდერების დაპატიმრება, ასე ვთქვათ, არის სავარაუდო და დაპატიმრებულები იყვნენ მამუკა და ბადრი იყვნენ საპატიმროში.
შეგახსენებთ, ისინი დააპატიმრეს ზუსტად 1 წლის წინ და ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, არათუ პოლიტიკური ბრძოლა არ შეგვიწყვიტავს, არამედ არც იმ გზებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ სწორედ მიგვაჩნდა პოლიტიკური ბრძოლის, არც ამასთან დაკავშირებით რაიმე რევიზია ჩვენ არ გაგვიკეთებია, ცხადია, იმიტომ რომ ვიღაცა დააპატიმრეს. და ამ თვალსაზრისით ეს პრინციპი ჩვენთვის, ლევოსთვის, პრინციპი, რომ ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ იმ გზით, რა გზითაც ჩვენ მივიჩნევთ სწორედ და გასული თვეების მანძილზე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რაც მოხდა, ყველაფერმა განამტკიცა ჩვენი რწმენა, რომელიც ისედაც ძალიან მყარი იყო, რომ ჩვენი გზა იყო სწორი გზა და დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვართ ამაში, ცხადია, რომ ჩვენს მიერ არჩეული იმ პოლიტიკური გზიდან, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, არავის დაპატიმრება და არავის პოლიტიკური დევნა ჩვენ ხელს არ აგვაღებინებს, იმიტომ რომ ეს არის რაც უნდა ივანიშვილს და მაშინ გამოდის, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ ვიღაცის დაპატიმრებით, ვიღაცის დაჭერით ფაქტიურად, ასე ვთქვათ, მოხსნას პრობლემები ხის წესრიგიდან და ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი პრობლემების მოხსნას ბიძინა ივანიშვილისთვის, ჩვენ ვაპირებთ, რომ მას სერიოზული გამოწვევები შევქმნათ. კი ბატონო, მადლობა. სადაც არ მივახცევთ ჩვენს მიზანს.